ლევან, შენ თუ იცი რომელია მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაცია? გააჩნია რომელ ქვეყანაში? ზოგ ქვეყანაში ისეა, ზოგ ქვეყანაში ასე. თქვენ რა გარკვეულები ხარ და სად რა არის? მაგალითად ბრაზილიაში ყველაზე ხშირი არის კერდის ოპერაციები, ძუძუს პლასტიკა. გადიდება თუ დაპატარავება? ორივე სხვათა შორის. კოლუმბიაში ამბობენ რომ ლიპოსაქცია არის, ეთქობა ცოტა ჭარბწონიანობის პრობლემა. ცოტა სრულფორმიანი ხალხია და იცილებენ ცხიმოვანქსოვილს ახლა რაკნანი. ძელ ამაზი ფორმები აქვს სხვათა შორის კოლუმბიელებს. გააჩნია რენესანსზე თუ დაუბრუნდებით კოლუმბიელები გადასარევი. საქართველოში უპირობო ლიდერი მოთხოვნებში არის რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ცხვირი მაინც აქვს საფირმო, ესე იგი არა, კარგი ნამდვილი ქართული. გამორჩეული ფორმებია ქართულ ცხვირს. მე მომწონს სხვათა შორის ეგეთი ცხვირი. აი ქართველობას ხო გვართმევენ ხოლმე, ხო? აი ქართველობა შეიძლება წაგვართონ, მაგრამ ცხვირს ვერა. ცხვირს და მით უმეტეს ქართველობას არავინ არ წაგვართავს, ამის არ შეგეშინდათ. გამაგერად სტუმრად ყავს ადამიანი, რომელსაც ცხვირების გალამაზება შეუძლია. და არა წართმევა. და არა წართმევა. მიესალმეთ კლინიკა მედის პლასტიკური ქირურგი ვახტანგ პეტრიაშვილი. გამარჯობა. ეთანხმებით ჩვენ სტატისტიკას, რომ რინოპლასტიკა მართლა ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა? საქართველოში ნამდვილად ყველაზე მოთხოვნადია რინოპლასტიკა პირველ ადგილზეა, შემდეგ შეიძლება თქვათ, რომ არის მკერდი, ლიპოსაქცია, გუდუთოების პლასტიკა. ქართული ცხვირი არის როგორც დიდი, მაღალი, კეხიანი, განიერი, ამიტომ საკმაოდ სერიოზული ჩარევა საჭირო იმისთვის, რომ გამოვასწოროთ და უფრო ლამაზი გავხადოთ, ისეთი როგორც ჩვენ პაციენტებს უნდათ ხოლმე. ცხვირის ფორმის შეცვლა, ჩემი აზრით, მართლა ძალიან დიდი ცვლილება ადამიანის ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი ამ ცხვირის ცვლილებით იცვლება მთელი გარეგნობა. ამიტომ ამ ოპერაციის ხელაღებით გაკეთება ნამდვილად არ შეიძლება. ყველა პაციენტთან ოპერაციის წინ ერთად ვჯდებით და ვაკეთებთ კომპიუტერულ მოდელირებას. ამით ვიგებ თვითონ პაციენტის მოთხოვნებს, როგორი ცხვირი უნდა რომ მიიღოს საბოლოოდ. თუ არის ხომ ესეთ შემთხვევები, რომ პაციენტს უარს ეუბნებით რინოპლასტიკაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ გამიგია ხომ შეხედავ ანგელოზივით ლამაზი გოგო მშვენიერი ლამაზი ცხვირი აქვს და აკვიატებული აქვს, რომ გინდა თუ არა ცხვირის ოპერაცია უნდა გავიკეთო. იშვიათია რა თქმა უნდა, მაგრამ არის ისეთ შემთხვევები, როდესაც ძალიან ლამაზი ცხვირის მოდის პაციენტი და მეუბნება, რომ რაღაც განსაკუთრებული ჩარევა უნდა მის ცხვირზე და გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა ოპერაციის. ძალიან ძნელია ალბათ რომ გადაარწმუნო არა ეს. ძალიან ძნელია, შეიძლება ისინი სხვაგან მიდიან იკეთებენ, მაგრამ მე ვცდილობ ხოლმე რომ არის ესეთი შემთხვევა, რომ პაციენტის სურვილს ვერაფრით ვერ დაყვები, ანუ ისეთ სიტყვას რომ მის ცხვირისგან არ გამოვა ეს და უარს ამის გამოეუბნებით, ან თუ არის ესეთი პოპულარული ცხვირი. მაგალითად ვინმე რომ მოვიდეს და გითხრას აი ლევანისნაირი ცხვირი გამიკეთე. ან ნიკოლ კიდმანისნაირი. ან ნიკოლ კიდმანისნაირი. ცირთად რა თქმა უნდა, ნათესავების ახლობლების სურათები მაქვს და ისეთი უნდათ რომ გაკეთდეს ცხვირი. არის პოპულარული ადამიანების, თქვათ, ნიკოლ კიდმანის, ანჯელინა ჯოლის ცხვირი უნდათ ქეთათოფურიას ცხვირი. მე ვიცი რომ აი ამ რინოპლასტიკას აკეთებენ ნებისმიერ ასაკში, როცა ადამიანს მოუნდება და საუკეთესო ასაკი მაინც როდის არის. სასურველია მინიმუმ 18 წლიდან რომ გაკეთდეს ოპერაცია, რადგან ცხვირი ფორმას იცვლის იქამდე. თუ პაციენტს ჯანმრთელობა უწყობს ხელს, შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაიკეთოს. მაქსიმუმი გაკეთებია 67 წლის ქალბატონისთვის. ფორმის ცვლილება. ფორმის ცვლილება კი. იდეალური ქალბატონი. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ აშერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია. და მოდი ახლა ფაქტებით ვილაპარაკოთ და სტუდიაში შემდეგ სტუმარს თხოვოთ ბატონ ვახტანგის ყოფილი პაციენტი და უმშვენიერესი ცხვირის პატრონი თამუნა ძოძუაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. დაბანახე შემიწვილია და კარგად. არა, მართალი ყოფილა ლევან, მართლა მშვენიერი ცხვირის პატრონი ხარ. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურებოდა თამუნას ცხვირი ოპერაციამდე, თუ თამუნა წინააღმდეგი არ არის, რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა. მე მგონი მართლა კარგი შედეგია, შენ თუ ხარ კმაყოფილი? რა თქმა უნდა. მოგვიყევი როგორ შეარჩია ცხვირის ეს ფორმა, როგორ მიხვდი რომ ესე მოგიხდებოდა და პირველი შეკითხვა რაც ყველა პაციენტს აინტერესებს, ყველა ექიმისგან და მით უმეტეს პლასტიკურ ქირურგებთან. ტკივნეული იყო ეს პროცედურა ან პოსტოპერაციული პერიოდი? არა, ტკივნეული რა თქმა უნდა არ ყოფილა. თვითონ ოპერაციის მსვლელობის დროს თავისთავად მე ვერც ვიგრძნობდი ვერაფერს, ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, მცირე დისკომფორტი თან ახლავს, მაგრამ ტკივილს ვერ დავარქმევ და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ გაუსაძლისი ან რაღაც რთული პერიოდი მიმდინარეობს. რამდენ ხანს გაგრძელდა თვითონ ეს რეაბილიტაციის პერიოდი? რეაბილიტაციის პერიოდი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, 2 კვირიდან 1 თვემდე. გაბატონო ვახტანგ, მოგვიყევით, რა გაკეთდა კერძო თამუნას შემთხვევაში, რა ოპერაციასთან მქონდა საქმე? გაკეთდა რინოპლასტიკა,
კიდესთან ერთად 5-6 წლის წინ გავუკეთდა ოპერაცია. ჩვენ არ მარტო ცხვირზე ჩავერიეთ, ჩვენ გვინდა მთლიან სახის უფრო ბუნებრივი და ლამაზი ფორმა მიგვეცა, პროფილი გამოგვესწორებინა და გარდა ცხვირისა გავაკეთეთ პატარა ჩარევა ნიკაპზე, იმპლანტი ჩავდით, ოდნავ წინ გამოვციეთ ნიკაპი. ამით სახე მიიღო უფრო ლამაზი, დახვეწილი ფორმა. ნამდვილად ძალიან ლამაზი ფორმა აქვს. სიმართლე გითხრათ, ფორმა როგორც ესეთ ჩამოყალიბებული არ მქონდა, მაგრამ არ მინდოდა ყოფილიყო ეს რაღაც კლასიკური პატარა ცხვირი, რომელიც ყველას აქვს. მინდოდა სახეს არ დაეკარგა ის ბუნებრიობა, ანუ არ შევცვლილიყავი ისე, რომ აი სარკეში ჩახედვის შემდგომ რაღაც შეგუება დამჭირვებოდა საკუთარ თავთან. პრინციპში ეს შედეგი მივიღეთ. ბატონმა ვახტანგმა ზუსტად შეარჩია ის, რაც მე მინდოდა და საბოლოოდ შედეგით კმაყოფილი ვარ ნამდვილად. და რამე თუ შეიცვალა შენ ცხოვრებაში ამ ოპერაციის შემდეგ? მესმის, რომ ალბათ უფრო ლამაზად გრძნობ თავს, უფრო თავდაჯერებული თუ გახდა. თავდაჯერებული რა თქმა უნდა. იმას თუ შევადარებთ, რა სახით ზიხარ ხა სტუდიაში და რა სახით იდექი ფოტოს გადაღების დროს, თვალები ანათებს ეხა უკვე. შემატა უფრო მეტი თავდაჯერებულობა, უფრო ხალისიანი ხარ. მაშინ, როდესაც ის დეფექტი, რომელიც წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, ყველა საქმე, რასაც წამოიწყებ ხალისით და სხვანაირი ენთუზიაზმით შესაბამისად მე ხო არ გავიგებთ ეს ოპერაცია რა გაიყოფილა. ძალიან დიდი მადლობა თამონა ჩვენთან სტუმრობისთვის. გვიხარია რომ შეიცვალა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ და ძალიან კარგია რომ თავსაზე ლამაზად გზნობ და გისურვებ წარმატებებს. დიდი მადლობა. გადავახტენთ ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ვიზუალურ კოსმეტიკურ მხარეზე, მაგრამ რა თქმა უნდა ესთეტიკის გარდა რინოპლასტიკას აქვს სამედიცინო მიზეზები, ანუ სამედიცინო ჩვენება აქვს ამას ხშირია, როდესაც პაციენტს სქიდის გამრუდება აქვს ეგრეთ წოდებული და ბევრი სხვა პრობლემა არსებობს, რომელიც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ასეთი პაციენტების გაკითხავენ ალბათ. რა თქმა უნდა და აუცილებლად ერთდროულად უნდა გაკეთდეს ეს ოპერაცია, თუ სუნთქვის პრობლემა აქვს პაციენტს და ასევე უნდა გამოისწოროს თავისი ვიზუალური მხარე, ცხვირი როგორ გამოიყურება, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ერთდროულად ეს ოპერაცია. ჩვენი მხრტილებს, რომლებსაც ვიღებთ ხოლმე სქიდის ოპერაციის დროს, ვიყენებთ ცხვირის ფორმის გასაუმჯობესებლად. ამიტომ ყოველთვის ჯობს, რომ პაციენტმა ერთდროულად გაიკეთოს ეს ორი ოპერაცია. პაციენტებს ამას ყოველთვის ურჩევს, სამწუხაროდ ყოველთვის ესე არ ხდება და მოდიან პაციენტები უკვე ნაოპერაციების გიდით და შემდეგ გაცილებით უფრო რთულია იმის გამოსწორება, იმიტომ რომ ხრტილები არ გვაქვს. რითიც შეიძლება რომ გავასწორო და გავალამაზოთ ცხვირი. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავდივართ. დარწმუნებული ვართ, თქვენ არც კი იცოდით, რომ ცხვირის ფორმის შეცვლა ოპერაციის გარეშეც შეგიძლიათ. ჩვენ ახლა კლინიკა მედიდან გვექნება ჩართვა და საკუთარი თვალით ვნახავთ, თუ როგორ იცვლება ადამიანის ცხვირი სულ რაღაც 20 წუთში. კლინიკა მედიში ჩვენ გველოდება პაციენტი მაგდა, რომელმაც ახლა უნდა გაიკეთოს ეს ცხვირის კორექცია. გამარჯობა მაგდა, მოგესალმებით. პირველ რიგში გითხარით რა არ მოგწონთ თქვენი ცხვირის ფორმების და რისი გამოსწორება გინდათ? ზოგადად მსურს აი ამ ჩაღრმავებების ამოვსება, მინდა რომ უფრო იყოს სწორი ცხვირი და მინდა რომ ოდნავ აიწვიოს, სულ ოდნავ. ჩვენთან ერთად არის კლინიკა მედის კოსმეტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი თინათინ გოგოლაშვილი. მოგესალმებით თინათინ. მოგესალმებით. თუ შეიძლება გითხარით როგორ კეთდება ეს პროცედურა? ეს მინდა ძალიან კარგია, მაგრამ რას აპირებენ მაგდას შემთხვევაში? რაც მაგდამ და სწორედ ეს არის ჩვენება, რომ კოსმეტოლოგიურად მოხდეს ცხვირის კორექცია, როცა პაციენტი ითხოვს მცირე ეფექტს, როდესაც რადიკალური ჩარევა, ამ შემთხვევაში ქირურგია გახმარება, მაგრამ როცა ვიზუალური დეფექტი მკვეთრად არ არის გამოხატული, ამ შემთხვევაში ჩვენ მუშაობთ ბუნებრივი ჰიალურონის შემცველი გელებით, ეგრეთ წოდებული ფილერები. აი მოდი ჩვენმა მაყურებელმა რომ გაიგოს კარგად რაზე ლაპარაკი, ეს რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია, რაზე ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, ეს არის ოპერაცია, ქირურგიული ჩარევა, რომელსაც არ ცვლის ეს პროცედურა, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ ჩვენ, ეს არის მცირე კოსმეტიკური დეფექტების გამოსწორების მიზნით. ხშირად არის პოსტოპერაციული დეფექტები, ტრამვის შემდგომი მცირე დეფექტები, ისევ დავამატებ. ამ შემთხვევაშიც კოსმეტოლოგიური ჩარევა ხშირად გვაძლევს სასურველ შედეგს. მოდით მაშინ სანამ ჩვენ ვისაუბრებთ, თხოვოთ რომ დაიწყონ პროცედურა და ვნახოთ შედეგი. რამდენ ხანს გრძელდება ეს პროცედურა დაახლოებით? აი ხამ შემთხვევაში რაც მაგდას სურს. ეს ძალიან ადვილი პროცედურაა, დაახლოებით 20 წუთი ჭირდება. 20 წუთში ხდება ცხვირის მოდელირება. შეყავთ გელი რომ მოხდეს ცხვირის წვეტის აწევა ზევით და შემდეგ უკვე ექიმი მუშაობს ცხვირის ზედა ნაწილზე, სადაც მოახდენს სწორედ აი იმ ჩაღრმავებების კორექციას, რაც მაგდამ ახსენა. და საბოლოო შედეგს როდის ნახულობთ? მაშინ რა თქმა უნდა, ვიზუალური ეფექტი მაშინვე, მაგრამ რეაბილიტაციას დაახლოებით 1 კვირა მაინც სჭირდება. მინდა დავამატო, რომ ცხვირის კორექცია არ ხდება მხოლოდ ახალგაზრდა ასაკში, ასაკში განიცდის კანი დაბერებას, ასევე იცვლება ცხვირის ფორმაც და ხშირად გაგვიგია ქალბატონებისგან, რომ ამბობენ, რომ ესეთი ცხვირი არ მქონია. ამიტომ როცა სახეზე ვმუშაობთ, ვახდენთ მოდელირებას, სტუჯზე, ყრიმალებზე, წარბებზე, ვახდენთ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებას და ნაოჭების კორექციას, არ უნდა დაგვაიწყდეს ცხვირიც.
იმიტომ რომ ცხვირის მოდელირება და კორექცია პაციენტს უბრუნებს იმ პირვანდელ სახეს, რისთვისაც პაციენტი მომართავს კლინიკაში. ასაკოვანი ქალებისგან აი ცხვირის წვერი დამეწია. ნამდვილად, ამიტომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში ჩვენთან ცხვირის მოდელირება ხდება სწორედ ასაკოვან პაციენტში. პაციენტი, როდესაც მის განსაკუთრებით ასაკოვანი პაციენტები, მათ ჭირდებათ არა მარტო ცხვირის გამოსწორება, არამედ უნდათ რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ. ამიტომ ყოველთვის მუშაობთ ჩვენ კოსმეტოლოგებთან, სტომატოლოგებთან ერთ შეკვრაში, რომ მაქსიმალურად ის შედეგი მიიღო და ის ბუნებრივი სახე დაუბრუნოთ ახალგაზრდა ბუნებრივი სახე, რაც პაციენტს უნდა და არა მარტო ცხვირის აწევა და ცხვირის გალამაზება. ეფექტურობა გასაგებია, მაგრამ ეს ერთჯერადი ინექცია თუ შემდეგ ესე დამატება სჭირდება რაღაც პერიოდულობით. თუ ერთხელ გავიკეთეთ და დამთავრდა. კოსმეტოლოგიური პროცედურები, რა თქმა უნდა, არ არის მუდმივი. რაღაც პერიოდში 1 წლის მერე 2 წლის მერე კორექციას საჭიროებს, თუმცა პირვანდელ სახეს 2 წლის მერე მაინც არ უბრუნდება, დეფექტი ბევრად უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, ესე ვთქვათ, ვიდრე პაციენტმა მოგმართა თავდაპირველად. ახლა კი დროა მე მგონი რომ დაუბრუნდეთ ჩვენ პაციენტს კლინიკაში და ვნახოთ საბოლოო შედეგი. წარმატებით დავამთავრეთ პროცედურა, ახლა პაციენტი თავად ნახავს შედეგს, სარკეთო შეიძლება? კმაყოფილი ხარ? ძალიან მომწონს, ნამდვილად შთამბეჭდავია, აღფრთოვანებული ვარ ნამდვილად შედეგით. უღრმესი მადლობა. მგონი მართლა კარგი შედეგია. დავრე პაციენტმა მიიღო ის შედეგი, რაც მას უდოდა. რა კარგია, როცა პაციენტი კმაყოფილია რა. დიდი მადლობა მაგდას გადაცემაში მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა თქვენ კოლეგებს. თქვენ კი გახსოვდეთ, რომ თუ კი საკუთარ თავში რამე არ მოგწონთ, ამის გამოსწორება არასდროსაა გვიან.